Hallelujah. დიდება იესოს. დიდება უფალს, როგორ ახართ? მეგობრებო, ძმებო, დებო, ახლობლებო, ნათესავებო, თანაკლასელო, ყოიცით ახლა. მემამულეებო, თანატურისტელებო, როგორ ახართ? დიდება იესოს. მე არ ვიცი თქვენ, როგორ? სანამ მეორე თვალს გააღებდით, გაგახსენდათ უფალი თუ როგორ? შეიძლება ამას ჩემით ვაკეთებდეს, შეიძლება ამას უფალი ასე მაკეთებინებდეს თქვენთვის, რომ თქვენ ყველა მორწმუნო მოახლებულებმა ყველა შევიგნოთ ერთი რაღაცა, რომ მისგან არის სიცოცხლე, მისგან არის ყოველივე კურთხევა, წყალობა, ყველა ის კურთხეები და სიხარული, თუნდაც რაც არ იქნება, იმისაგან არის, უფლისაგან არის. ზოგი დღე ასეა, ზოგი დღე ისეა, ზოგი გამოცდის დღეებია, ხო, ესე გამოცდა ყოველთვის არაა გამოცდები, ხო, სკოლაში. და წლის ბოლოს ხდებოდა რა გამოცდები, და ერთი წელი კაცი სწავლობდა გამოცდა მერე ერთხელ. ხანდისხან არის ცხოვრება რაღაცას გვიკეთებს. ჩვენ ხშირად არ გვიყვარს ეს გამოცდა და არც ვიცით რომ გამოცდა არის. როცა სკოლაში ქონდა გამოცდა, ვიცოდით, ამ და ამ თვეს, ამ და ამ თვის ბოლოს, ამ და ამ რისკს გვექნება გამოცდა, ამ და ამ საკითხებში. მაგრამ აქ ცხოვრებაში არავინ არ გვეტყვის ჩვენ, ჰეი, დავай ხაგებრია მოიმზადე შენ, ხვალ გიქნება გამოცდა მოთმინებაში. არა, ეს ასე მოდის. შეიძლება სულ არ მოხდეს გამოცდა, მაგრამ ყველაფერი არის მისგან. ხო და გილოსავ, თუ მხედავ და მისმენ, ესე იგი, ცოცხალი ხარ, ყოიზე სიმღერა რო ერთი, ცოცხალი ვარ, ცოცხალი. როგორ ეს შენი ტექნობით ვიწვევიო თუ რაღაცა, მართლა უნდა იწვოდე ღმერთის სიყვარულით. რატომ არ უნდა გიყვარდეს, ან როგორ არ უნდა გიყვარდეს ის, ვინც გევლება დღე და ხამ შენზე ფიქრობს. დაჟევ, წერია იესომ და ურწმუნოებს ამოყავსო მზე, მათას აძლევს სიცოცხლეს, ნუგეს, სიხარულს. ხო და მადლობა უფალს. მადლობა უფალო. რომ მოგვეცით დღევანდელი დღე სიცოცხლე, გავახილეთ თვალები, ჩვენი გული არ შეჩერებულა, ესე ჩვენი წყალობარიზა, გთხოვ უფალო, წარმართე ეს დღევანდელი დღე ისე როგორც შენ გსურდეს, შენ გასიამოვნოთ ყველაფერში, დაგვეხმარე უფალო. ხორცში ვართ, მშვინვაც გაქვს, ემოციებიც გვიჭერს იქით აქეთ, როგორც ესა ვიწრო ფეხსაცმელი, მაგრამ გთხოვ უფალო, დაგვეხმარეთ. გავიმარჯვოთ. გასიამოვნოთ და ამას შენ და მის სიყვარული იზამს. არ გვავსე შენ და მის სიყვარული. გვანახე თუ როგორ გიყვარვართ შენ ჩვენ. რომ მერე პასუხიც მოვიდეს უფალო. შენი სულით გვანახე შენ და მით უსაზღრო სიყვარული. ამინ. აბა, როგორ ახართ? რა არის ახალი? კარგით, მე ბერს არ დავიწყებ, იმიტომ რომ არადა, მეგობარო, იცით რა არის? ასეთი წერია, ადგილია ფსალმუნებში, შედითო მის წინაშე ქება დიდები თაყვანისცემით, მასთან, ღმერთთან რომ მოდიხარ, უცებ არ მოხვიდე კაცემით, სპისოგით. გამარჯობა ღმერთო. ალილუია და იწყებ. პური მინდა, წყალი მინდა, ტყასაცმელი მინდა, ჩამთელობა მინდა, შვილი ჩარისხვა მინდა, კიდევ რა მინდა, ახალი სამუშაო მინდა, უკეთესი სახლი მინდა, მანქანის შეგება მინდა, ახალი მანქანა მინდა, სპისოგის შოპინგში ხო არ ხარ კაცო? დაადები ეს პურცელი აქ გააგდე იქით. ღმერთმა იცის ჩვენ რა გჭირდება. როგორ ფიქრობ შენ? შვილმა იცის რა სჭირდება მას თუ დედამ იცის და მამა? ის ბავშვი აზრს არ არის? რა ჭირდება მას? მას რაღაც ისინი აწუხებს. მეათე ხარისხოვანი სათამაშო. ჭუმპალავი.
მაროშნი, კამფეტი, მისი პრობლემა. არა, დედამისის ყველაზე უფრო მას რა სჭირდება. ამიტომ ღმერთმა იცის ჩვენ რა გჭირდება. რა თქვა იესომ? ნუ იზრუნებთ იმაზე რა ჭამოთ, რა სვათ, რა ჩაიცვათ. ამას ღმერთი მოგცემთო თქვენ. თქვენ კი უპირველეს ყოვლისა ეზიათო სასופველი ცადა. ერთუთას ზარიება ვერა სადაგაზა პაუზას ვერ ვნახე. კარგი. ხო და ერთუთას ისა უკაცრავად ვარ. ასარო ლაპარაკობდი, ღმერთმა იცის ჩვენ რა გჭირდება. იესომ თქვა უპირველეს ყოვლისა ეძიეს სასופველი ცადა. და ეს მოგემატებათო თქვენ. ამას ხო წმენა ჭირდება. ამას ხო ნდობა ჭირდება. დიდება ჩვენს უფალს. მივენდოთ უფალს. მივენდოთ მას მთელი სული და გულით. ეს არ წმენა. და მე მაგალითად ხანდისხან ვენდობი უფალს. ხანდისხან მიერულობ. განვიცდი. რომ გამახსენდება ცოტა დამშვიდდები. ხანდისხან ფიქრობ, რატომ არ არის ერთ დონეზე ეს რწმენა? რატომ ერთ დღეს რაღაც აბრაამს გევარ, მეორე დღეს თომას. მე ვფიქრობ, რომ რწმენა ხო მოდის სმენიდან და სმენა ღმერთის სიტყვიდან. ესე იგი ღმერთის სიტყვა, ღმერთთან ურთიერთობა. რამდენად ახლოს ვარ ღმერთთან, იმდენად ჩემი რწმენა მტკიცეა. რამდენად ღმერთის სიტყვა მკვიდროს ჩემში, რაც უფრო ხო იცი სასწორი. თუ ერთი უფრო მძიმეა ვიდრე მეორე, რომელიც მსუბუქია ის ავაზებით. ის მოიგებს, ვინც მძიმეა. რამდენად უფრო ბევრად არის ჩემში ღმერთის სიტყვა, მის წინაშე დგომა. ქრისტიანობა არ არის ბიბლიის კითხვა. ქრისტიანობა არ არის დოგმების განცხადება. ქრისტიანობა არის ეს ის ხალხია, რომელთაც ურთიერთობა აქვთ. ცოცხალის კი არა, რაღაც ჰაერში ლოცულობ. დიდება შენდაუფალო, ალილუია, დერე ამინ. არა, ეს არის ლექსის წაკითხვა. ლოცვა არა ეს ნებადადები. არ მოგვატყვილოს რელიგიურმა სულმა. ლოცვა არის ღმერთთან ურთიერთობა. შეიძლება შენ რამოდენიმე სიტყვა თქვა. მუხლებზე დგეხარ და განიცდი ღმერთის თანდაზრებას. ამაზე უფრო ტკბილი, როგორ პერეჟივანია, განცდა ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს. ვერ ახსენ იმას შენ. ვერანაირი ენით ვერ ახსენს კაცი რა ტკბილი, ამიტომ წერია იგემეთ რომ ტკბილია უფალი. უნდა გასინჯო. თუ არ გასინჯო, როგორ გაიგებ შენ ტკბილია? ჩემი ნალაპარაკებით 1%-საც ვერ გაიგებ. მე რაღაცა რო ხილი რო გითხრა, აი აფრიკული რაღაც ჭამე ხილი. რა გემრიელია. რა თკბილია. ხო მე დღე გასულ, მომიდახე ერთი მაჩვენი. ერთი ბუცუცუნია რაღაცა მომეცი და გავსინჯავ და მაშინ გეტყვი, კარგია თუ ცუდი. და როცა მართა მოგაწოდებ და გასინჯავ. იმ პატარა ბელს რო დაემართა, ერთი ყური მოხიესო თაფთან სანამ მიიყვანეს და მეორე მოეხია, ვერ გამოიყვანეს აქეთ. ასე დიდება კონდეს უფალს. მიეცი უფალს ქება დიდება. და ამერწუნე იმაში. ქება დიდების
ქებადიდებაში მყოფი მადლიერი კაცი ღმერთთან ახლოს არის. ნუ ვეცდებით, ბევრი ვილაპარაკოთ, ვინაიდან იესომ თქვა, ასე წარმართებმა იციანა, ეს მინდა, ეს ყველაფერი იცის ღმერთმა. პირველად რაც არის, იყავი მადლიერი. ეს სიყვარული უფალს. გაახსენე უფალს უფალო. როგორ გიყვარდი თურმე, გახსოვს იესო. იფო უფალს კი ახსოვს, მაგრამ შენ თავსაც იხსენებ და მას ელაპარაკე. უფალო, როგორ იტანჯე შენ ჩემთვის. როგორ დაიფლითა უფალო შენი სისხლი. ესა შენი სხეული დაიღვარა შენი სისხლი. იტანჯებოდი. ელაპარაკე უფალს. კი არ წაიკითხე კაცო რაღაცე. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი და ის ვისწავლოთ. შეიძლება ბევრი რაღაცას არ ილაპარაკო ლოცვებში. დადექი და როგორ გწამდეს რომ მის წინაშე დგეხარ. ხო წერია რომ შეუძლებელია ღმერთის სათნოდ ყოფნა, ესე იგი ღმერთს თავი მოაწონო, ასიამოვნო ღმერთს, შეუძლებელია ღმერთს ასიამოვნო რწმენის გარეშე. რწმენა რომ სიამოვნებს ღმერთს და როცა შენ დგეხარ, წამს, ღვთის წინაშე დგეხარ, მე რამდენჯერ მომსვლია ეს. მოვედი ლოცვებში, რაღაცებს ვლაპარაკობ იგი და გადერედერე. მე ვთქვი, რას არის? რადიოს არის რომ ლაპარაკობ. მე ვთქვი, მე ხო ღმერთის წინაშე ვდგევარ. მეფეთა მეფის, ჩემი ზესიური მამის, ჩემი მხსნელის. დავხვეჭე თვალე. თურმე ვირწმუნე, ცოტა. ისე რა მოხდა? დენმა დამიერა მეგონა. იქ სადმე ახლოს შტეფსელი არ იყო და ვიფიქრებდი ალბათ ხელი გავიწოდე და შემეხომეთ. მოვიდა იმისანა ცხებულება, იმისანა ნეტარება. ღმერთო ამას განვიცდიდე ყოველ ლოცვებში. ღმერთო ვის ჩემი მსმენელია ყველას გაასინჯვინე ღმერთო და დაგვიმართოს როგორც იმ ბელს დაემართა. ერთხელ რომ გასინჯა თავლიდან რომ ვერ მოხიეს, ასე გაგვასინჯინე უფალო, რა ტკბილი ხარ, რა საყვარელი ხარ, რა სასიამოვნო ხარ. ეს არის ის, რა ჩვენ გვაკლია უფალო. გთხოვ დაგვიფარე რელიგიური სულისაგან, მატყუარა სულისაგან. დაგვეხმარე მოგვეცი შენთან, მეც და ჩემს მსმენელს და ყველა შენ შვილს და იმათაც, ვინც შენსგან ისწრაფის, ვინც განწესებულია უკვე სასუფევლისათვის ღმერთო, ერთხელ გვაგემინე, თუ როგორი ტკბილი და სასიამოვნო ხარ. შენი საყვარელის იესო ქრისტეს სახელით, ამინ. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, გისურვებთ ღმერთთან ასე მაგრად. არა ასე კი არა, ასე გისურვებთ. გასინჯე. დადექი. ირწმუნე რომ მის წინაშე დგეხარ. ღმერთო, გასინჯე გთხოვ იესოს სახელით გასინჯე. ბევრი აილაპარაკო, ღმერთო ყველაფერი იცის. თუ გინდა მე ვიყავი ერთხელ ისე. რაღაცები მომქონდა ის. ვეშმეშოკი პრობლემებით. რომ მოვედი. არც ერთზე არ მithქვი არაფერი. მივხვდი რომ ღმერთმა იცის ყველაფერი. აბაჰო და მერე კომენტარებში თუ მოგესურვება. იმიტომ რომ ხო იცი ვინც ნახავს მარგალიზ ყრის ყველგან, ყველას ეუბნება ახარებს. ასე როცა შეეხები და დამოწმება თუ შეძლებ დამოწმება გაკეთება თუ რა ტკბილია და რა როგორ შეგეხო უფალი, ჩვენს გაგვიხარდება აბაჰა, უფალმა გაკურთხოს. ღმერთი იესო ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა. აბაჰე, კარგად. ტკბილი ურთიერთობა უფალთან.